გამარჯობათ ხალხო, ესე იგი როგორც დაკვირდით ორი სერია დაიდება მეთქი გუშინ ვერ მოვასწარი გადაღება და ეხლა უცბად წამოვხდი რომ გადავიღო მესამე სერიაც. ვანო გეჯაძე და სუპერმარკეტის მფლობელი გურამ ჯინორია სასტიკად უსწორდებიან მოწინააღმდეგეებს. ჩემი ყველის ხმაზე შემოყალიბ ესმის? პოლიციელებისათვის სამი პიროვნების გაუჩინარების ფაქტი ხდება ცნობილი. ლექსუს ვერსიით, ეს ფაქტი და პირველი მკვლელობა ერთმანეთს უკავშირდება. თაბაგარი და ლექსუს სუპერმარკეტს უთავთვალებენ და საეჭვოდ მიიჩნევენ ორ მანქანას, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლება. თაბაგარის აზრით ჯინორიას პიროვნებით კიდევ ვიღაც არის დაინტერესებული. ლექსუს უკავშირდება სვეტა, რომელსაც ეჭვი უჩნდება, რომ მოსაკლავად დასდევენ. ნუ გეშინია, შენ დასაცავად გამოვაგზავნე. ბიძინა და ლექსუს სვეტას დედა ლიზასთან გადამალავენ. Explaining complex topics can be challenging. Highlight the text you want to simplify. მოდი აქ არხს გადავიყვან მეორეზე. თორე რეკლამებს ამაგდებს სულ. თორე სულ რეკლამებს ამოყლეს პრემიუმი მაქვს მეორე არხზე და სვეტას ხმაზეც ვეღარ ეთქვით რომ ცუდება. ახლა ყველისი მომ. გამარჯობა. მაიორი საბაგარ. მოგერენი ჯერაც. დავძანდეთ? შეტყობინება მივიღე. ხელში რაღაც სიკვდილის ალბათ იმის თაობაზე. ხო, არის ის ადეკოვის. მოყევით უძმახა როგორ იყო? როგორ იყო და დილის 8 ნახევარი იქნებოდა მამაშვილის სპორტულებში. ამომეცხადა? აი დარბიან ხოლმე ხევში. და იქ უნახიათ. ეხლა მან როგორ არის ის ზეიდან ტრასა გადადის. და ეთქობა იმ ტრასიდან არის გადმოვარდნილი. აი გარი რა და აი მაგათი გვარი და მისამართი. უკაცრავად ისე მეძინება რომ. ვარა! ყავას ხოდალოთ? მე არა, ეს კი. მე წახდით? ორი ყავა მოგვიტან. შაქარი დაგვითარდა ექიმო. ჯირკვანში ვნახავ. იქნებ შემორჩათ. ხო, მიდი დროზე. ხო, ესე იგი, ავადმყოფი დაახლოებით 55-60 წლის მამაკაცი. შემოვიდა უგონო მდგომარეობაში. აღინიშნება თავის ქალის მძიმე ტრავმა. ნათხემის არეში. მარჯვენა ზედაკიდურის მოტეხილობა. სხეულის დაჟაჟილობა. ეპითელიუმის ქსოვილების მრავალგზის მსუბუქი დაზიანება. საერთო მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ეს მართლა ეს სუნთქვა აღუდგა, მაგრამ რა ვიცი, აბა ნახოთ. ესე თუ დადებითი დინამიკა შეუნარჩუნდა, შეიძლება აპარატიდანაც მოხსნა. ეს ვაფშე სასწაულად არის გადარჩენილი. ხო, მართლა შეინიშნება ძაფრი ალკოჰოლის სუნი. ეთქო მაგარი თრალი იყო ეგ ჩემის. ლაპარაკი შეუულია? რას ამბობთ რა ლაპარაკით? კაცი კომაშია. საუბრ ვარაჯან. სანდასაუბრ. გამომთ. დიდი მადლობა. გამარჯობათ. რა საზოგადოებაში? აქ ნაყოფ აგელოდები. სისმადრი, აი, გამოფრიდი. გზაში ლუდის დასალევად არ გავჩერებულ ვარ ბატონო ბიძინა. რა შეგვინებდა? სამაზური. შენ კიდე დროზე მითხარ რა დაემართა იმ ოჯახთან როლს. როგორც თქვენ ვარაუდობდით, ნათხემის არეში ტრავმა, ბლაგვი, მოგრძო ფორმის საგნით აქვს მიყენებული. აი ხო ვამბობდი. ეგ რო გადმოვარდნილიყო, ჰაერში ამოტრიალდებოდა და კეფით მიწას დაასკდებოდა. ყველა ვარიანტში ფუძის მოტეხილობა იქნებოდა. აი ამ ჯიგას კი ფუძე მთელი აქვს. ესე იგი გამოდის რომ ჯერ თავში ჩაარტყეს და მერე გადააგდეს? ორჯერ ჩაარტყეს. თანაც ნასვამი იყო. შეიძლება იმ ხალხთან ვისთან ერთადაც სვამდა, კონფლიქტი მოუვიდა. შემდეგ ჩხუბის დროს თავში ჩაარტყეს, იფიქრეს მოკვდაო და
შეუბედური შემთხვევის იმიტაცია მოუძმოს. ხრამში გადააგდეს. შეიძლება ხელები დავიბანო. წყალიანოთ ენაცალ. კარგი არა სამონტყოფო უწყლოდ. გადაუხდელობის გამო გადავიგდეს. აქ ხევში გადაგდებულ თრალ მესაფლავეს თუ მოიყვანენ თორე. პატრონიანი კაცი აქ სამკურნალოდ ხო არ მოვა. ვინ თრალ მესაფლავეს? ეგა რა თავში რო ჩაარტყეს მესაფლავეა. გალია რა ყავა კაცი. არა, დიდი მადლობა, გადავიფიქრე. ესე იგი ვიღაცები დამარხა. აი ვარამრო ჩირქოვანი ხსნა, იმიტომ გადავიფიქრე. შერლოკ ჰომსი ხარ რა? იცი რა. მოდი თქვენ ტელეფონის ნომერი დატოვეთ. თუ აზე მოვიდა დაგირეკავთ. ძილინა როგორ არის? კარგად. გახსენე ერთი ორჯერ. ახლა? მესაფლავეზე რას ვფიქრობ? თვალების ჩუბის გავს. ედაშენ არ მახსენა? მარა. მე კი თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მუდმიდან მიეპარნენ და ესე ჩაახტეს. კაცო რა არის? ეგ თითქმის ყოველდღე ხდება. გამოგიდებიან ვიღაცას, გლიჯავენ თუმას, დააგორებენ, წაიღებენ რაღაც კაპიკებს და გარბიან, იმოლებიან. ნამდვილი პროფესიონალები გახდნენ. ნუ როგორ გინდა დაიჭირე? არც ნივთი მტკიცება, არც მოწმე. დასარალებულებს აღარაფერი აღარ ახსოვს. მორჩა გაწევდა. აშკარად მიყარვით ჩაარტყეს. ჯერ ერთი არ გაუძარცვათ. 5 ლარი ინსულინი და შპრიცები ჯიბეში ეწყო. მე სადგინახია, რომ გულწასული კაცი ქუჩის მძარცველებმა მანქანაში ჩასვან, ტრასაზე გაიყვანა და ხრამში გადააგდო. იქ ფოტოები მქონია. მე მგონი ჩვენს მესაფლავეს ვიღაც მტერი მაინც ყავდა. რომელმაც ასე გულად გაიმეტა. გაარტყა, ეგონა რომ მოკლა. წაიყვანა და ხრამში გადააგდო. რა თქმა უნდა, მკვლელი პროფესიონალი არ ყოფილა. იცი რა. ეხლა ჩვენ დეტექტივის სცენას დუთავთ. შენ ხარ ექსპერტი და არა ეს აგატა კრისტი. აი თქვათ იმ შენ კაკოს კისრით ყავდა დათრეული ის ვიღაცადაც ხვირპიში ურტყავდა. მოვიდა მეორე შამპანოის ბოთლი გლიჯა თავში და გააგორა. რა არ ხდება ხოლმე ასე? ეხლა რა მუხლით გინდა აღძრა საქმე? დამაგებინე. განზრახ მკვლელობის მცდელობით. არა ბატონო ბიჭნა, გეთახმებით არის თქვენს ვერსიაში რაღაც ლოგიკა, მაგრამ ლოგიკის გარდა ხომ არსებობს ინტუიცია. ხალხს სააცილა დედას მე მიცემ. მგონი თქვენისთანა გამოცდილი ოპერი უნდა გრძნობდეს, რომ აქ ასე მარტივად არ არის საქმე. გამოცდილი ოპერი, ინტუიცია, გულით უნდა ხედავ და გასო ჩვენს საქმეში მთავარი არის მტკიცებულება. მორჩა გათავდა. ვა, ამას შეხედე. ვა, სიკო, ბოსის ტრიკო. მოცა არ წახვიდე. სიკო, ჩვენ შემდეგ ვინმე იყო შენთან? როგორ არა? პროკურატურიდან ვიყო. რა გვინდა? სვეტა კირიჩენკო იგებს. მე მე უთხარი ჩვენთან აღარ მუშაობ. და ჩვენზე არაფერი არ უკითხავთ? კი, რო ვინ იყვნენო, ოდის იყვნენო, რა უნდათო? ყველაფერი დათვალიერებით გამომწეს. შენს მიდი ნელ-ნელა ჩაუგაგლე რა. არ უნდა მithვა. უნდა გესკვა ხო? აი დაჯი. გინდა თუ არა დემოკრატია გვინდაო. ესაა დემოკრატია. ეს დემოკრატია კი არა, სუფთა ბარდაკია. შეიძლება ბიჭო ხელისუფლების წარმომადგენელმა უშიშროების სამინისტროს ამხელა თანამდებობის პირს სახალხოდ ხელი გაარტყას? ბიჭო ხათამაძისგან რა გინდა ამას ხო არ მოუხდა? ნუ ხარ ბიჭო შენ ციგანი და ყველაფერს გამასხარება ნუ გიყვარს. მე საათგაც ფილარმონიაში ანტრაქტის დროს იმდენი ხალხის თვალწინ ბიჭო წინათ ვინ გაბედავდა ამას დაგაზრობდნენ პაგონებს სულ სამოხდიდნენ. ასეა, როცა სახელმწიფოში ქურდული კანონები ცხოვრობენ. რა შუაშია? უფროს უმცროსი ხომ უნდა იცოდე? ზრდილობა დაკარგა ხალხმა. სტალინია საჭირო, დავიდოვიჩ, სტალინი. მართალი. რას უზამდა.
მაგრამ თუ ჩვენებდა სეირს 24 საათში დაამყარებდა წესრიგს. ხო. მოვდივარ. 10 წუთში მანდ. აბა ლექსო, პადიო. პროკურატურაში. რა გინდა ბიჭო პროკურატურაში? მე არ უნდა ვიცოდე? ეხლა მეჩქარება რა, რომ მოგეთყვი? სულ შეძებნაში როგორ უნდა ვიყო? შინგირეკავ? არა ხარ. მობილურ ზეგირეკავ გამორთული გან. სადად იხარ მითხარი? საქმეზე. ჯო სადა მერექსა? სამში დაგიდებ მაგიდეს. რასტიცა. როგორ ხარ? ხო გლომივით. გლომივით კი არა. რა იყო გას? არ გისალაპარაკოთ. ეჟო გოდიში რომ გაწუხებ მაგრამ რა ვქნა სხვანაირად არ გამოდის ეს ოხე. ერთი რა შეწუხებ რა. რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავთ. ეს ჩემი ნაპარნიკი არის. ისმენ? ხო, ისა ორი ლუდი მოგვიტანე, ამას მოგაგოლა და რაღაც ასის კიდე. არა მე ლუდი არ გვიდა, ბორჯომი. ხო. რა დაგემართა ეს? შაქარი მაქვს მაღალი. 6 თვეა წვეთი არ დამილები. კაი, ეს. ახსოვს რა დღეში. 18 ბოთლი მანავიდავნე თორმა კაცმა. არა. აგერ ბატონო კაცი და კითხე. იყო ასეთი შემთხვევები. და ის 24 სახარება არ ყით. მამა ჩემი რო დაგვერია, დაგიჯდა კაცი. რა დღეში ყაურა ჯიგარი იყო რა, მაგრამ ევასებდა. ხო, იმ ამბის შესახებ. ხო. როგორც დავადგინე, არავით არის სვეტლანა კირიჩენკო პროკურატურის საქმეში არ ფიგურირებს. ნამდვილად? 100%-იანი. ხო, მიცი ვინც იძიებს ამ საქმეს. რა, ეთი მაგისირა. კი, მაგრამ მე რატომ დამიმაღალდა? ბიჭო, არანაირად არ ფიგურირებს? ნახდათ არა. ეს ართულებს საქმეს. კეს ლექსო? კი. ართულებს. გამარჯობა. გაგიმარჯოს? უპროსობასად არის. აი ამ შენობაშია. ინგლებობს, დონა რა? დონა რა ვინ არის? დონარა ჭყონია, დირექტორია რა, მაგრამ ახლა არ არის. თქვენ რა გინდოდათ? იქნებ ჩვენ დაგეხმაროთ. თუ საფლავი გაქვს უკვე, მაშინ მოვილაპარაკოთ. კაკოს ხო ისნობთ? კაკო წენგუაშვილს. კაკოს ვინ არ იცნობს, ხელობა მანქან მასავის. საფლავი თუ გაქვს დაკარგული, მაღაზე კარგად არავინ იცის საკაურობა. მე ადრე კუკიაზე მუშაობდი და ვერ ვიცი ისე კარგად. აქამდეც უნდა მოსულიყო. ოვა აუცილებლად, გუშინ ცოტა დალია და ეთყობა პახმელიაზე. ერთად სვამდით? მე არა. ესენი სვამდნენ. არა იო. გვიანობამდე სვამდით? ხო და ეთყობა მაგრად დათვრა. სახლამდე მაინც თუ მიაცილეთ. რა მიცილება უნდა? პატარა ხო აღარა. პირიქით აქეთ ჩაქვს მამაშვილდაში. ვინ იცის? წავიდო და რო. ეგ ისეთი ოხერია შეიძლება ახვეზინავს სადმე საფლავებს შორის. ეგრე იცის ხოლმე. არა. შენ რა იცი? წამალი მიქონდა ცოლთან. აგერ დირექტორიც მოვიდა. პავლე, რას უძიხარ? ჯინჭარაძეების ადგილი გაასუფთავე? მაშ კაცო. ცოტა ხანში ამოვალ და ვნახავ. აბა ერთი რამე არ იყოს წესრიგში. თქვენთან არიან? გამარჯობათ, ხალბატონო დონარა. გისმენთ? ლექსო ნიჟარაძე. სისხლის სამართლის სამძებრო. ჩემთან რა საქმე გაქვთ, ბატონო ლექსო? თქვენი თანამშრომელი კაკო წენგუაშვილი დღეს დილას ნახეს ხევში გადავარდნილი. მკვდარია? არა, მაგრამ ძიმედ არის. მე მაინტერესებს რა კაცია, რა ხალხთან აქვს საქმე. საერთოდ იმასთან უსიამოვნება ხო არ მოსული? რა გითხრათ? გამოცდილი კადრია. კოლექტივში ავტორიტეტით სარგებლობს. პროფესიონალია. ეგ არის რომ სმაუყარს, ბევრს სვამს. თუმცა ამით არ ყოფილა რომ საქმე გაეფუჭებინოს. ეგ არ არსებობს. რა ხალხში აქვს საქმე? ჩემზე კარგად თქვენ იცით. მე საფლავეს თბილისში ვისთან აქვს საქმე. ხან პროფესორთან, ხან ქურთთან, მამაძახთან. რა გითხრათ? აი ესენი მაგის ძმაკაცები არიან, ამათ ჩემზე კარგად იციან. იორამ, რა ქენით დალიეთ გუშინ არა? ო, სასაფლაოზე.
მერე საყვარელი კაცი. ვინმეს ეჩხუბა არა კაკო? მე მეჩხუბა. საპოროჟეთი არ უნდა გაგიყიდაო. ელაპარაკე ხა ამათ არა დეგენერატები არიან. მე ხომ აგიგრძალეთ სასაფლაოზე სმა და ლოთობა. სამუშაო საათებში. ღვინო რომ მოვიტანეთ უკვე 7 საათი იყო. მე რაკენით? დალიეთ და დაერიეთ არა ერთმანეთს. მაგარი კაცია. რა, კაცი საავადმყოფოშია და კვდება. ხო მართლა სულ დამავიწყდა რომ საავადმყოფოშია. რესპუბლიკურში. იმედია მალე გამოიყვანენ მდგომარეობიდან. მალე? დარწმუნებული ხართ? ყოველ შემთხვევაში ექიმები ასე თვლიან. ჩემთან გააქვთ რამე შეკითხვა? არა, უბრალოდ რამე თუ გაგახსენდათ, გვაცნობეთ. ბატონო? რა უნდა გაგახსენდეს გენაცვალე? ეგ რა ლაპარაკია? ეგ ღამაკლი ამ ხელაქალს მთვრალი მესაფლავეების ამბები და რაზბურკები ვიმახსოვრო. აპატიეთ ქალბატონო დონარა, მე თქვენთვის არაფერი მეგადრები. ეგ ღამაკლია რამე მაკადრო. მოდიხარ აქ ლაწირაკი ბიჭი და თანამშრომლების თვალწინ დაკითხვას მიწყო ქუჩაში. მეორედ რომ დაგჭირდები, ჯერ ტელეფონით შევითახდი და მერე მოდი. ტელეფონის ნომერი კი რეზოს კითხე, თქვენი მინისტრის მოადგილეს. პავლე, წამოდი ჯინჭარაძეების ადგილი მაჩვენე. ხალი კი არა, აფთარია. შათლახი. ეს ჩვენი ვარიაც ჩაიხოხბა ხავში. და ბოსრო. უხოძადარის? და ხელად კეთდება ვარია და აი დედალს უფრო დიდი ხანი უნდა. ეხლა პამიდორი აიღე, გახეხე და რა, ჯერ კანი უნდა გააცალო. შენ საჭი არ გიგიქებია? Нет. Почему? Вы с мамой огурцы солили. Что ты говоришь? Пироги пекли. Какая Потом она раком заболела, бедная. Ай-яй-яй. Это мама შენი სად მუშაობდა? Офицеры იყო, майори. Ой, ჩვენი ბიზნესები. Я совсем маленькая была, когда он в аварии погиб. Да კიდევ რა უნდა უქნათ? კიდევ ესე იგი უნდა ცოტა რომ ადუხდება, მერე უნდა ჩავაყაროთ წვანილი, აი ამ ტომატში პიმპილი, ქინძი, კამა, ნიორი, ყველაფერი ეს აურიე და დედა შენს შენუვლიდი. Вачорикана калец. Она на 31-м заводе работала. Амитом асаси манети момцес. Орджер. А потом подрабатывать надо было. Замлепи такие дорогие. И пошло-поехало. Куда поехала? Да никуда. Жизнь поехала. Да ეხლა სად მუშაობ? Абаноши. Администраторы ваш. Салатириню посыпать. Пасиб. Да იტლიკანა ამიტომ დადიხარ აბანოში დაეჩვიე. იტლიკანა. რატომ იტლიკანა? მომას ჩაცმოქვია. მამაკაცების მაინც არ გერიდება. ესეთი ლამაზი გოგო და როგორი სირცხვი არ გწვენია. Тетя Лиза, у меня с собой ничего нет. Я не успела захватить. За мной гнались. Гнались? ისე გამოგაწვა, ისე მოკრთა, რომ ბიზინამაც და ლექსომაც პირები დაახონ. გრიშა მეტყუდეს არ მეტყუდა? გიგინა. ფაქტია, მივიდნენ საუნაში. თქვენს პროკურატურიდან ვართო? სიკვესგან. სვეტას ადგილსამყოფელი გაიგეს? იმ ნაბოზარმა ისიც დაფქვა ჩვენ რომ იქ ვიყავით. ადრე მისულები და გაშვები. შემიშალა რა, შემიშალა. ეხლა ლექსო, რომ მოკიდებ, ხელ ზმაკაზე, როცა მე უკან არა. ბატონო. არა, კი ბატონო, წაიღე, ერთხელ გაპატიებ. იმ სიკოსთვის საბუთი არ უჩვენებიათ? არა. ჩვენ რა ვაჩვენეთ? ნამოს. კარგი რა თქმა უნდა.
საქართველოს ეგეთი რამები მოსულა. ეგ არაფერი არ არის. თავარი ტყუილი თქვეს. პროკურატურიდან მართო. მე სვეტას მისამართი გაიგეს, სახში მიადგნენ, ზარი დარეკეს. ერთ-ერთმა მათგანმა რა შვები, როქსაკეთებ? ხო, აიღო შენ. არო, კი ბატონო. დარეკა და თქვა უკვე რომ პოლიციიდან ვარო. ეხლა კიდე ერთი ამბავი. პოლიციაში შესა და ჩემს გარდა ამ საქმესთან შეხება არავის ქონდა. მოკვლეული მასალები გენოშავდეს მეც არავის უნახავს. იმანაც რა, ერთხელ გადაავლო თვალი და პროკურატურას გავუგზავნა. ხო და ამ საქმეში სვეტაზე აქცენტი არც ყოფილა. რა გადარჩა? შავები. რა შავები? აი ეს ხალხი ჩვენ რო გვესროლეს და პაუკას ყელი გამოჯრეს. სვეტა და ჯინორია ერთმანეთს არც იცნობენ და საერთოდ არაფერი არ აქვთ. გარდა ერთისა, ორივეს შეუძლია იმ ხალხის ამოცნობა, ვინც ხათუნა ნიკურაძის ბინაში დადიოდა. ანუ კვლელობის თანამონაწილეები იყვნენ. ამაში ესაკრა. ეგრე ფიგურას კარგავთ. ჩვენ არ გვაწყობს ფიგურის თანამონაწილეობა. რას კარგავ, რას? ლაზერს. კი ბატონო, უკან ასე. მე შენთვის სიურპრიზი მაქვს სამაგიეროდ. ხალებო, გვაჭერეთ რა, უნდა გქონდეს ჩიჩი. ჩადე ორი წუთი რა. ჩარაკენი, ბატონო, ჩარა, თორა. გადავყლაბე შენი ლექსო. ფრთხილად იყავი შვილო. ეგ მშიერი როა, შინაურს და გალეულს ვერ არჩევს. აი. სანამ გადამკლაპავდით, სურპრიზს რომ დამპირდით, ის მივიღოთ. მიდი, ითამაში შენი თამაშია. მიდი. აბატონო, აი. აუ, განრისხდა პაიკებს და ერიეთ, ბატონო ჩემო. სადახარ. შენ გახსოვს რა აწყობილა თუ თვალთვალებდნენ ჯინორიას, სუპერმარკეტს, სვეტას? მაგარი ორგანიზებული თვალთვალი იყო ორ ფრონტზე ერთდროულად, არა? შენ, აი შენი საზრით, ვისი პოჩერკი ეხლა ილა? მაგარი ორგანიზებული თვალთვალი. კრიმინალებს არ გამოყრიცხავ, მაგრამ რატომაც გონია რომ სპეცსამსახურების ხელწერას გავს. აგარ შენახმერთმა, აი აგერ მაქვს შაწერილი ნომრები იმ ორი მანქანის იქ რომ მორიგეობდნენ სუპერმარკეტთან აგერ მაცალე, გახსოვს იქ სვეტას ეზოში თეთრი ნოლზე ვიადგა. გახსოვს? ხო, აი ეს ორივე მანქანა ერთ კერძო პირს ეკუთვნის. რომელიც ბენზინს იცის ადასხავს. უშიშროების სამინისტროს გარაჟში. ეხლა თქვენი თქმით გამოდის რომ სვეტას უშიშროება უთვალთვალებს. გამოდის გამოსულია და ეგ არის. სვეტას გადამოვით, ესე იგი ჩვენ უშიშროებას გამოძიებაში ხელი შევუშალეთ. რას ნიშნავს გესმით თქვენ? აუ, ეხლა ამან ახალი დავთრები რას ნიშნავს? მე ვიცავ მოწმის უსაფრთხოებას. მაშინ თხოვნით მოემართათ ჩვენთვის. ვერ გავიგე, როდიდან არის რომ უშიშროება უბრალოდ მკვლელობებს იწიებს? ლექსო, იცი რა გით რა. შენ ეს ამბავი მესაფლავე კახოს გატეხილი და უშიშროება, ანუ ზუეტასთან ის ტიპები არის, ყმაის ჯინორიას ტიპები, ვინც მკვლელები არიან? უშიშროების იმაზე როგორ ასხავენ ბენზინს? არ გეგონოს. ახსოვს სხვა ამბავი ტრიალებს. ბენზინის თემაში ხო ჯინორიას ნაკაცია. უბრალოდ პეშკები ვართ ამ დიდ თამაში. აი ეგ არის რომ მაგიჩებს. ისე ბატონო ვიზინდა. პაიქს ერთი უდაო უპირატესობა აქვს სხვა ფიგურებთან. მაგალითად, ლაზიერად შეუძლია გასვლა. ბიჭო, ესენი ვინ არიან და სწავლენ ამერიკაში. რაღაცას ისწავლიან, ჩამოდიან აქ ჭკუას გვასწავლიან. შენ ნამდვილი კარიერისტი ხარ, ძმო, არ გეწყინოს. უკვე მეწყინა. ამ ჩემ ჭაღარას. აბა ბიჭებო, გეყოფათ თამაში. დრო უკვე. სადილის. ბატონო ვიზინდა, შახია. სამაგიეროდ აქ სალათია. ისპანახია ყველია და პატრიჭანია. ამას თავს დავანებებ და მოვაწვა. ფიგურებს ვაკაგუნებ მე და სა. ხო ხართ მოწმე რომ წააგო. ხო, ბიჭო, ეხლა ოფისზე მოვაწერინე ხელი. ეხლა რა ვქნით? ეს ვინოს არსვამს ეს ვაჟბატონი. რანაირად მოვიქცეთ? რატო კაცო, სადილზე 1-2 ჭიქა კარგი ღვინო, სასარგებლო ყოფილიო. არ გამაგიჟო. დიახ. აღარ გენაცვლე და გვითამადე მაშინ. რამდენი დაუსრა? თამადობა დიდად არ მეხერხება, მაგრამ ერთ სადღეგრძელოს გეტყვით. მოდით, ჩვენს დიასახლისებს გავუმარჯოს.
ლიზა დეიდას და სვეტას. სვეტა მოდი გოგო შენი სადღერძელოა. დაცადე ბიძო, იკასმება. გისმენთ შილო. ბატონო ბეძინა, მე ლიზა დეიდას სადღერძელო მარტო იმიტომ კი არ მინდა დავლიე, რომ ასე თავს გვევლება. არც იმიტომ, რომ ეს საწყალი და გაუბედურებული გოგო შვილივით შეიკედლა. არამედ იმიტომ, რომ თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩემი ქვეყანა მაპონინა. რო? ისე მოხდა, რომ ჩემი მშობლები გერმანიაში მუშაობენ. მე ამერიკაში ვსწავლობდი. დიდი ხანი არ არის, რაც დაუბრუნდი, მაგრამ სიმართლე თუ გაინტერესებთ, ბევრი რამე არ მესმის აქ. მაგალითად? აი, ბევრი რამე მიუღებელია ჩემთვის. აი, მაგალითად. როგორ შეიძლება ადამიანი ასე გიждდებოდეს თავის ოჯახზე, თავის შვილებზე, თავის მშობლებზე და ასე ფეხებზე ეკიდოს თავისი ქვეყანა. სწორი ხარ. ანდა ასეთ პატივს სცემდნენ წინაპრებს, წარსულს და მომავალზე საერთოდ არ ზრუნავდნენ. ისიც არ მესმის ბატონო ბიძინა, როგორ შეიძლება ერთი და იგივე კაცი, ზოგ-ზოგი ერთი ჩვენი ნაცნობისა არ იყოს. დაკითხვისას სისხლის მსმელი მხეცივით იქცეოდეს და მეორე წუთში უცხო ადამიანის მაგივრად ტყვიაზე მიდიოდეს. და ბოლოს ჩემთვის ვკითხე. ბოლოს და ბოლოს რა არის ჩემთვის ეს საქართველო? კითხვაზე პასუხი არ მქონდა, სანამ დეიდა ლიზა არ გავიცანი. ეს ყოფილა ჩემთვის სამშობლო და არა ის, რასაც მე ყოველდღე ტელევიზორში და სამსახურში ვხედავ. და თუ შეიძლება ასე ითქვას, დეიდა ლიზა ჩემთვის განასახიერებს იმ ხალხს, იმ ერს, რომელზეც მე ასე ვზრუნავ და რომლითაც მე ასე ვამაყ. აგიმოჩნდა. გავჯიშდი. არა, ამას არ ველოდი. სირცულე არ არის ბიჭო, შენ რო ღვინოს არ სვამ, ამისთანა თამადა. არა, ნახდათ რა, არ ველოდი ძმო. გესმის დეიდა ლიზა? ყველას როგორ ჭირდები? დიდხანს იყავ ჯამრთელი და ბედნიერი. შენი ბიძინა ამას დავკრავ. შვილო, თხენ იყავი კარგი. ბიძინა. მე ცას ვარ გამოვეკერები. აღარავინ დამრჩა. აი. მარტო ეგ არის ძალით რომ აცოცხლებს. მაგრამ თავისი ცხოვრება ვერ აუწყია. დადის ეგრე კიკოსავით. კარგი, ახლა ნუ დაიწყებ რა. სილამაზეა. Это что за цирк тут? Это платье мне тетя Лиза дала. ახლა გაიხადე რა. მელაჩუკე. არ ვიცი რა. ახლა გაიხადოს. გაიხადე, კაცო. ნუ ყვირი ხარ. 20 წელიწადია. რაც მედიკო აღარ არის და ეს კაბები ხელუხლებლად კიდია. ახალგაზრდა. ობოლი. ჩაიცვას ატაროს. ძალიან ლამაზია ხო ხედავ. ხო და მე მსიამოვნებს ესმე. და კარგად თამაშობს და მე არ მსიამოვნებს. იცი? ყველაფერი ადრეულ ასაკში იწყება. სკოლაში, სახლში, სულ თითებს გვიქნებდნენ, ბიჭო, სულ რაღაცას გვასწავლდნენ, მოძღვრავდნენ, რომ ადამიანის ცხოვრებას რაღაცა ფასი აქვს, რომ პიროვნება ხელშეუხებელია და თავისუფალია და მთავარია იყო პატიოსანი და გამბედავი, გესმის, გამბედავი. არა გესმის ახლა რა ზღაპრები ეს? არა და როგორი სიტყვებია? შეიძლება რა გავუჭერ.
განსაკუთრებით მაშინ თუ ტრან გამოხეულია. ეს შენს იგივეს გასწავლე, რასაც შენ მშობლებს. ეს შენ წინაპრებს. ეს ბიზნესი, ცხოვრება ესე გაუთავე. მე რაღაც დრო და ხდები რომ არა ძმო ყველაფერი ისე არ ყოფილა როგორც ესენი გვასწავლდნენ რა გინდა რომ განა მორჩა გათავდა ვეღარაფერს ვეღარ შეჭი და ისინი ვისაც სამსხავრები ჯეროდა ედიღანია საფლავში წვანა ვინ სოცხალია აღარ შევა აღარ შემედგება საერთოდ აღარაფერს აღარ ჯერა დედამიწის ზურგზე იმიტომ რომ გააგიჟეს აშენებდი თუ არა აუ გაგიშნე კაცია გაგიშნე აგიმარი აი ზოლავდული აი შოუსპიდი აი შოუსპიდი ვიძინა რა ვაკეთებ ამას კომუნისტების დროს ერთი ჟუელ თორგის საწყობი გატეხეს სიგნალიზაცია გამოთიშეს სტარაჯი მოკლეს და ყველაფერი წაიღეს ნუ დაიწყო რა ის ციება ეს მიტანელები დაკითხეს ექსპერტებს დაუძახეს საქმე შეკერეს რა აღმოჩნდა ისი რომ ამ საწყობის ეზოში ეზოვილის პატარა სარკმელი გამოდიოდა პატარა ფანჯარა რა ხოდა ამ ძალს ვისწრებს იქიდან ესე გოგო იგულე გოგოს მედიკო ეწყო ამჭირდაცია რა მაგარი და ვისაც შვილი მე მაშინ დამწყები ოპერები ვიყავი ის მიკაძე ჯინურია დამწყები ბანდიტი ჩემი ხელით მივიტანე მედიკოს ჩვენება და ჩავაკავი საქმეში სადაც ეგ გურამ ჯინურია ეჭვმიტანელი ხდებოდა მანამდე სულ ვეჩიჩინებოდი მედიკო გენაცვალე პატიოსანი უნდა იყო გამბედავი უნდა იყო გამბედავი უნდა იყო ვერ მიპატიებია რა ჩემი თავისათვის სასამართლომდე ორი დღით ადრე მედიკო მანქანამ გაიტანა მოკლეს რა რა მოვიდა ჩავარ და ტუალეტში რა ვა მადლობა ხმერს რა პატია თქოს რა ტუალეტში ვიყავ მოდი ჩავაჭიქით რა იყო რა მოადრელე თან მოადრე გაგალობაზე რა გორის კაცი წენგუაშვილი კაკო რუბენესია ჰა სად მუშაობ მე საფლავე მე რა შეიძლება სადაც წნეთში ვა აქ ყოფილიყარ რა კაცო ერთი მითხარი რა მოხდა სად მოხდა
რანაირად მოყერთი რა იყო? რა ვიცი უბრალოდ. დავლიეთ. დავითვე. მე წამოვედი და გზაში. უკრინდან მოპარვით ვიღაცამ რაღაცა ჩამცხო და მეთი აღარაფერი მახსოვს. თუ ვისთან ერთად დალი? არა უბრალოდ არა. ი ბიჭები არაფერში მოშერიან. იმათ ხო ჩაერთვათ. ხო ფულსაც ამამასილდნენ. 5 ლარი მეთო ჯიბეში. დიდი მაფუტე. მე მე კარგა ვიცი. ეს ამბავი ვინც მომიწყო. ჩემი მოკლა უნდა და მაგრამ ფეხებით ვერ მომჭამა. აბა ვინ მოგიწყო მოხი ახლა? კეთყვი. დავაი მიდი. ყველაფერს წვრილად გიამბობ. მიდი, გასო მიდი. ვინა და აი ადამიანი რომ მოსაკლავად გაგიმეტებს. და თანაც ხალი ის დასანდობი არ არის. არ არის. ვინ ხალი კაცო? ვინა და შენი სასაფლაოს დირექტორი. დონარა პეტრე სასული ჭყონია. ვა! ჩაწერა? ჩაწერს. მე მოხე. მსმელი კაცი ვარ. ხო ისი ჩვენი ხელობის ამბავი. მე? აი იმ დღესაც არა, ეხლა იგახოვროთ დათვერი, მოგეთ პარენ უკნა ჩაწერს, უკვე თქვი. არა, გენაცვლი. არა, მასალე რა, ეს მერე იყო, მერე. ვა. რა იყო? მე ვარ. მიტოა. აი ჩვენებიან კოლა არსენიჩია. და ერთის დიდუბელი ბიჭია იორამა. აი კარკარო შავჭიკჭიკებული ვარ. მე იორამასთან სპორი მომსულია, სპორი. ნუ გასაგები, მე გავბრაზებული ვარ. გავბრაზებული ვარ და წამოსული ვარ გინებითა. მაგრამ ეთყობა მაგარი მთვალი ყოფილა. მივწოლილი ვარ იქვე კოხტად ერთი საფლავის ხოსე და მივიწინია. აი ამათ აგონებიათ ბიჭებს. კაკო შინ წავიდა. დაუკეტიათ. ჭიშკარი და თვითონაც წასულა. მე რა და წასულა რა ეხლა? სულ ორი გასაღები გქონდა. ერთი ჩვენ მესაფლავებს და ერთიც დირექტორს. ჩაწერე? ბიჭო, იმა. გამომიყვანოს. შენ მომიხევი და ეგა ჩაწერე. უბრალოდ ამას გამოძიებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. აქვს ჩვენა ხო? ჩაწერე. შუაღამეს რო გავამეღვიცა? წამოვჯექი. თვალები მოიშვიდა. მოიფშინდა თვალები და მივიხედ. არავინ მარტო ვარ, ვზივარ ბუსავითა. ბიჭოს გავიხედო და იმ დაკეტილ ჭიშკარს. ერაზი არ მადგა. ვიფიქრე, ვინ არიან? რა უნდათ? ჩემს სასაყონად ხო არ მოbrunდნენ მეთქი. მართლაც ჭიშკარი გასაღებით გააღეს. და ის არის, უნდა დაუძახო. აქა ვარ ბიჭო მეთქი რომ მანქანა ზადნიშა მოვიდა ეზოში. გააღეს ერაზის უკანა კარი და დაიწყა სიქიდან ცელოფნებში შეხოვული მკვდრების გადმოსიტვა. 5 მიცვალებული გადმოვალაგეს, 5 მიცვალებული. ერაზი გაისტუმრეს და ჭიშკარი დახურეს. უბრალოდ იმ დღეებში სწორედ 5 საფლავი გქონდა გამზადებული. 2 მე და არსენიშმა მოთხარით. 3 მიტომა და იორამა. მიიტანეს და მკვდრები სათითაოდ ჩააწყვეს იმ საფლავებში. გაიგეს ვინა? აი, სწორედ მაშინ გამასენდა. დირექტორმა რო დაგვიბარა დილითა და გაგვაფრთხილა. სანეპეთ სადგურიდან ქაღალდია მოსული და თითო მეტი უნდა ამოთხაროთო. საღამოს მოვიდა და შაგვა მოწმა. კიდევ, ჩავწყვიტა წელები კაცო. უფრო ხმათაო? მერე? ჩაწერე ბიჭო, ამადო. რა იცი? ერთი სიტყვით უბროსო. ეს მკვდრები დაამარხეს, ჭიშკარი დაკეტეს და წავიდნენ. ბიჭო, ისიც ხო ჩაწერე. სულ 2 გასაღები იყო, ერთი ჩვენ გქონდა და მეორეც სასაფლაოს დირექტორს დონარა პეტრე სასულ ჭყონიას. ჩაწერე. აი, ეს საჭირო იყო. ხოჭა. უნდა ძალიან კარგი. ეხლა ერთი ამბავი მითხარ. უბროსო. აბა მიდი კიდე. გათენდა. მივედი და ჩავიხედე ერთ საფლავში. ისე კოხტათ არის მიწამასწორებული, არაფერი არ ეტყობა კაცო. უთქვენოთა. ეხლა ვიფიქრე, ხო არ მომეჩვენა მეთქი. მაინც ჩავედი. მიწა გამოგეკე და კუდარიაში.
გაიგას. მივაყარე და გამოვიქეცი. მაიცა ეგ როდის მოხდა? 16 დეკემბერს. 17. ბიჭო 16 ჩვენ ახლა 16. მერე ავედი იმ გათახსირებულთან. უკაცრავული პასუხია იმ სხრამთავრობის ბოსთან იმასთან. და უთხარი ეგრეა და ეგრე საქმემეთი. არა, თვალი იქნებოდი და მოგეჩენებოდაო. შენ ხო? გასამოგალო, წამოდა იქ არიან მეთქი? არაო. მოგეჩენებოდა გინდა თუ არაო. მერე. ვიზავდი გამოვწი და წამოვედი. რაღა მერე. არაფერი. შაბათი იყო დაგრძალვის დღე და იმ საფლავებში მიცვალებულები დავმარხეთ. ვერც ჭირის უფლებმა გაიგეს და მარხინეს. ფული? რა ფული? ფული რამდენი მოგცა? ვინა? ხცენ მოაშვილო რა კარგად დაიწყე და რას უნდა დამთავრებ. აი ხო მოწყენილი ვერ ვარ კარგად. რა ფული კაცო მითხარი? ვინ მომცა? შენმა დირექტორმა. ჩემო დირექტორმა? ხო. $3,000 მომცა. შენ რამდენი სწორ? 5. მეორეცა? რა მეორეცა? მეორე რამდენი სწორ? 10. ხოდა იმიტომაც გაგიტეხეს იქ თავი. ეხლა კიდე მოწყენილი ხარ? კიდე მოწყენილი ხარ? არა, ეხლა აი მედგრათა კურსով თავსა. მაისა. ბიჭო, ეხლა მაგარი კაცია, ბიჭო. აი ლაპარაკი. არა, ვისთან აცოლია ჩვენ და მეორე. იმ საფლავებსა, რამე რო იყო სიპოვი? იმასა? თვალებით რომ ამიხვიო, მაინც მივაგდებ. 16 დეკემბერიო ბატონო ბიზინა. ხო. ნინა ხორბალაძე, ეკა მუჯირი, სავარაუდოდ თეიმურაზ ბილიხოძეც სწორედ 16 დეკემბერს არიან დაგარგულები. თორე კიდე სხვა. საფლავების ექსჰუმაციის ნებართვა უნდა გაგიგებოს სასწრაფოდ. რა საფლავების? საფლავების კი არა, საფლავების, სადაც ბოროტმოქმედებმა 5 გვამი გადამალეს. კარგად ამისცენ, რა ხდება? 5 ადამიანია მოკლული. აქედან 2 ქალი. დახოცილები წინასწარ გათხილ საფლავებში დამარხეს და მეორე დღეს ზემოდან მიცვალებულები დაამარხეს. რითიც შეეცადნენ დანაშაულის კვალის დაფარვას. სასაფლაოს დირექტორის ამ საქმის თანამონაწილეა. გასაგებია. ისე რომ მაგრამ აი ნებართვა რომ გავაკეთო. ბიჭო, საფლავების გასწრებას გადააყარეს და სხვა ისკნეს შენ ეს ამერიკა ხო არ მოითხარათ ის და კაცმა დედა დამარხა, მამა დამარხა და შენ გინდა ეხლა საფლავი გაგათხრევინოს? შენ თვარიდან ხო არ ჩამოფრენილ ხარ? არის ის საცხოვრო. ბატონო გენო. ჩადენილია უმძიმესი დანაშაული. მოკლულია 5 ადამიანი. არ აქვს თქვენი ებზინა. ამ ბიჭის შუას რო აყოლით ხარ. რამდენი წელია რაც ორგანოში მუშაობ? აბა რა ვქნათ? პროკურატურას გადავცეთ? სხვა რა გზა გვაქვს? კი ბატონო. წინასწარი მოკლევის მასალებს მოვამზადებთ და გადავუგზავნებთ. მთავარია შედგეს დოკუმენტი, სადაც ეწერება, რომ სასაფლაოს დირექტორს, ქალბატონ დონარა ჭონიას ეკრძალება ქალაქიდან გასვლა გამოძიების დასრულებამდე. კი ბატონო, ამას გავაკეთებ. გასაგებია, ლექსო. გასაგებია. სამი ბიჭია, უფროსო და 2 გოგო. ვიცი. ის უნდა დაგეჭირათ, ის 9 მთავრობის ბოზისა. ვიღაცამ გააფრთხილა და იმთან გაიქცა. მართალია? მართალია? დავიჯერთ. შენ ის მითხარი, კაცო. ისე ვასვამ, კაცო. მარა ხნა ბარდავლიო. აგე ხო უყურებ რა ხდება? არ უნდა დავიო, კაცო, არა. თავს უნდა გაუფრთხილდე. ოჯახი გაქვს, შვილები ყავს. შენ დაგასვა? მე? მაგრამ. ლექსო, არ წავიდეთ? წავიდეთ. თეიმურაზ ბილიხოძე, 30 წლის. აფხაზეთის ომის მონაწილე. ბატალიონ დელტას ყოფილი წევრი, კაპიტანი. 3 სასიკვდილო ჭრილობა გუმკერდის არეში და 1 მუცელში. ბორის ჯანგირაშვილი, 34 წლის.
1988 წელს ნასამართლები შეიარაღებული ძარცვისა და ყაჩაღობისათვის. აფხაზეთის ომის მონაწილე, ბატალიონ დელტას ყოფილი წევრი. მიყენებული აქვს 2 ჭრილობა სახის არეში, 2 მუცელში და 1 მკერდში. გიორგი ბოკუჩავა 29 წლის აფხაზეთის ომის მონაწილე, გვარდიის მოხალისე. საერთო ჯამში მუცლის მკერდსა და თავის არეში მოხვედრილი აქვს 8 ტყვია. ნინო ხორბალაძე 23 წლის 2 გამჭორი ჭრილობა გუმკედის არეში. და თამარ მუჯირი 24 წლის 2 ტყვი აქვს მოხვედრილი ზურგში და 1 კისერში. კვლელობა ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით. როგორი? განსაკუთრებული სისასტიკით. სავარაუდოა, რომ მომაკვდავ ადამიანებს რამდენჯერმე გადაატარეს ავტომატის ჯერი, ჯერჯერობით სულ ეს არის. დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზისა და საბოლოო დასკვნისათვის გთხოვთ მიმართოთ სხვა ექსპერტს. მოიცა, რა სხვა ექსპერტი, რის სხვა ექსპერტი? გამაგებინე რა შეიძლება. საქმე იმაშია, რომ 2 მათგანი ჯანგირაშვილი და ბოგუჩავა. ვინმე ტრისტან ნავერიანთან და ჯიმშერ ფილმთან ერთად 95-ში სასაციხარულძის კვლევაში მონაწილეობდა. აი მაშინ ყველაფერი თავის თავზე ნავერიანმა აიღო. მერე მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ბატონო გენო, სასაციხარულძე ქეთის ხმარი იყო. აი ხო ვამბობ რა, რომ დედამიწაზე რაღაც არსებობს. ღმერთო მაბადია და აი ეგრე მოუხდებათ რა. ზაზა მაგათ არ მოუკლავთ. არა, ეგ ფილფანმა მოკლა. და მე გამოაზრინეს. არ ნახსოვს, გახმაურებული ამბავი. მახსოვს. და დღემდე ეგ ჩატლახი ამ ხელოდანამდებობაზე. გესმიში? ბატონო გენო, ეხლა ყველაზე საინტერესოს გაჩვენებთ. აი ეს სურათი ბილი ხოძის სახლიდან წამოვიდა. აი, ბილი ხოძე, ფილფანი, ჯანგირაშვილი და ბოგუჩავა. როგორც ხედავთ, ფილფანს უახლოესი ხალხი ამოუხოცეს. ბიზინა, აქ ძალიან მურტალი და მდელი საქმეა. ჩვენ ახლა ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. ფილფანის ახლობელზე კაცი რომ ხელის აწევას გაბედავს, ან გიჟია, ან იმ ხელა კრიშა აქვს რომ ნუ ხო გესმით რა ხალხთან გობს. დასაგებია ეს. გაქვთ რამე გეგმა? მე მგონი საუკეთესო მომენტია ფილფანთან დასალაპარაკებლად. წარმოიდგინეთ რა დღეშია, თან ბოღმა აღჭობს, თან არ შეიძლება რომ არ ეშინოდეს. შენ არ იცნობ ფილფანს. ეგ არ მოისვენებს სანამ მაგაც სისხლს არ დალევს. პირიქით შეეცდება ჩვენ დაგვასწროს და დაკლას ღორებივით. და ძალიან კარგი. ჩვენ დავშვიდეთ, დავწყნარდეთ, გავუცადოთ. ისე უკრეთ გადაუჭამეთ ერთმანეთს. ჩვენ სასაფლაოს დირექტორზე ვიმუშაოთ. მაგაზე ძვირფასი მოწმე. სასამართლოზე ჩვენ არ გვეყოლება. მეც ასე მგონი. არ ღირს ამ ეტაპზე პოპულებზე გასვლა. თავარია ის დამპალი დედაკაცია ვიყვანოთ. მე ახლა გივისთან დავრეკავ. აეროპორტებს, სასაზღვრო პუნქტებს და სადგურებს გადავყედა. იეტუ სუკუ. Из-под земли достану. და ბოზო მიწიდანვე ავიყვანა. არ გადაიქარებინა და გითხარით, რომ ის თორმე მაგის თქმა არ მინდა და ბოდიში. Привет. Тонара. რა ვქნათ ახლა? აქ შენი გაჩერება აღარ შეიძლება. სხვაგან უნდა გადაგიყვანო. სად? უფრო უსაფრთხო ადგილას. რა ხომ არ მიმატოვებ? ჰა? იცოდე მე არასოდეს არავისთან ვალში არ დარჩენი ვარ. ნუ გაშენია. ორ დღეში წინვალიდან გაგიყვანო. იმათ რამე ხომ არ იციან. რამე ხომ არ წამოგწდენია. ჰა? იმათ რომ რამე იცოდნენ, შენს გასაღებული იქნებოდი და მეც. იჩქარე რა. ჩემი მანქანა სად არის? სადაც საჭიროა, ტაქსით წავალ. ტაქსით? ხო. მოი ჩემი კაცია. მალე რა. მოვედით.
სად მოვედით? აი გასაღები. ბოლო სართულია. ესე იგი მეცხრე. ლიფტიდან რომ გამოხვალ მარჯვნივ. 3 წლის საჭმელიც მოგიმარაგე. მე თორა დღეში ვარ. ეს ვის გადამკიდე. შენ არა მოხვალ? გაგიჟდი? ხარა გადადა სანამ არ არის. Sadi. Oh, shit. Oh, غدا اوف. غدا اوف. او რა მოიშორა ესეც. ესე დასრულდა ჩვენი მესამე სერია დონარაც მოიშორეს. რატომ მეგონა რომ ეს დონარა ამასთან ძალიან ახლოს იყო და პირიქით ეს მაგრა იცავდა? რაღაც ეგრე მახსოვდა. რა სწორად მახსოვდა თო. და ლაიქით არხი გამოიწერეთ და შემდეგ სერიებამდე დროებით.